მოვდიოდი. ხალილ იბრაჰიმი ისევ ზეინებთან რატომ წავიდა? ჩვენ საიდან ვიცით? ალბათ შენ გაგირბის. წასვლამდე მისთვის გეკითხა. ჩვენ აქ შენთვის თვალესადევნებლად ვართ. ხალილისთვის კი არა. კეთილად და ლამაზად ვერაფერს გაგებინებთ. ქორწინებამდე ყველა წენას გადავყლაპავ. მერე კი სხვა დიდემს დაინახავთ. კიდევ რა გვაქვს სანახავი? რა მრავალფეროვნებაა. აქ ცნობის მოყვარეობის გამოგზივარდებელი? აქ მთავარი მე კი არა, თქვენი მეგობარია. იცით პირობა რომ მომცა, ხალილ იბრაჰიმს აღარ გავეკარებიო. თან შვილიც, მე და ხალილს გვეყოლება. ზეინები კი აქედან უნდა გაქრეს. გასაგებია? დიდემ, რაღაცას გეტყვი. ჩვენ ორი. შენი მეგობრები არ ვართ. ზეინების მეგობრები ვართ. ამიტომ ეგ სისულელეები, შესთავს უთხარი. კარგი, რესტორანში წავალ. თუ საჭირო იქნება დილამდე იქ დავიცდი. აქ ლოდინი აღარ შემიძლია. წამოდი ედანურ. ედანურ წავედით. ხვედი თუ გიჭერს, უბრალოდ გაიხსენი და ისეწადი. ან მძღოლი აიყვანე. მშვენიერი იდეაა. მაგას თურანი გააკეთებს. დიდემ, ნამდვილად გამაგიჟებს. ოსმან, იქ გრძელები დარჩა და დააკვირდი. თუ ჩაისმას მორჩი ადექი და მიხედე. თურან, რესტორანში წამიყვან? ხო, რა თქმა უნდა. გარი. დაკეტილია? მართალია. ბატონო მძღოლო, ფრთხილად იარეთ, მანქანა ორმოში არ ჩააგდო. ნუ ლაყბობ, კარი გააღე. იცოდე, მოვალ და ყველაფერს შევამოწმებ. მიდი, დროზე წადი, დროზე. ქალებს უარს ვერ ეუბნება, არა? უარი უნდა ეთქვა? მე მისი მძღოლი არ ვარ. თურანი რატომ დათანხმდა? თქვენ რა ვერაფერს ხედავთ, რამ ხელამუცელი აქვს? დაბრმავდით? ბიძიამ არ გითხრათ, საჭირო თუ იქნება ზურგითაც ატარეთო. არ გაგიგონიათ? ზურგით ვატაროთ, არა? ხო, როგორ არა? ზურგით ვატარებთ აუცილებლად. და მძღოლი რომ აიყვანოს? ხო. მაინც და მაინც თურანმა უნდა ატაროს. ბიძია. პირველად დაგვეხმარა, რომ დროულად გავუშვით. ვინ ბიძია? დიდემზე ვამბობ. კიდევ კარგი წავიდა. რატომ? მალე სტუმრები მოვლენ, ვინც მან არ უნდა ნახოს. ვინ? ზეინები და ფიქრეთი. რა ხდება, რატომ მოდიან? ფიქრეთ ლეტომ ყველას თანდასწრებით იდრის ესროლა. ხალილ იბრაჰიმი აქ დამალავს. აქ? დიდემი რესტორანში საცხოვრებლად ხომ არ წავიდა, დაბრუნდება და მაშინვე პოლიციაში წავა. ხო. ფიქრეთი ვისაც აქ მოჰყავს, ამაზე არ ფიქრობს. ოსმანს ვეტყვი, კართან დაელოდოს. საჭირო არ არის, კარიდან არ შემოვლენ. ფიქრობ აქაა. შოთა, სახლში წადი და მერე დაგირეკავ. და სახლში რომ მკითხონ? ფიქრეთი გაქცეულია და არავინ იცის სად არის. უყურე, რაღაც ისწავლა და ახლა სტრატეგივით იქცევა. ტელეფონი გამომართვი. პორტში წადი და ცოტა ისეირნე, მერე კი ტელეფონი ისეთ გემზე დადე, რომელიც საქართველოში მიდის და უკან დაბრუნდი. ბოდიში მაგაზე არ მიფიქრია. ამასაც ისწავლი. ვიდრე გვერდით ჩვენაირი ხალხი ყავს, ბევრ რამეს გაიგებ. მეც გასწავლი რაღაცებს. ვერ გავიგე? მალე გაიგებ. მე მივხედავ, შეეშვი. დილით ამაზე ლაპარაკობდი საიდუმლოს შესასვლელს რომ ახსენებდი, არა? ანუ ხალილ იბრაჰიმს რომ ესროლეს, აქედან შეძორდნენ? მე შენ გადაგარჩინე. გადამარჩინე? რაღაც კარგად არ გახსოვს, მაგრამ კარგი.
შოთა დამეხმარე. შეგიძლია დაახურო. გასაღები სადღაც აქ უნდა იყოს. რა გასაღები? ოთახის. რომელი ოთახის? ეს რა არის? ეს რა არის? შენ გეკითხები ეს რა არის? პირველად რომ ნახე, მეც ეგ ვიკითხე. პასუხი ვერ მივიღე. არ ვიცი. ჰალილ იბრაჰიმი ვინ არის? ეგეც ვიკითხე. მერე ზეინებ? როცა თქვა რომ არავინ, განქორწინება მაშინ გადავწყვიტე. სწორედ მაშინ. ამდენმა ხალხმა ფიქრეთი ვერ გააჩერეთ და ახლა მეც მეუბნებით არ დავიჭირო? არც ვეძებო? კიდევ რამეს მიბრძანებთ? მითხარით, რას მიბრძანებთ? რას ამბობთ მეთაურო, რაც მთავარია ჩვენთან ძებნას არ დაიწყებთ. ესეც საკმარისია, არა იაჰია? ფიქრეთი ის ადამიანია, რომელიც გარეგნობას არ იცვლის. მთებში სირბილიც მისი არ არის. ვინმე დაინახავს და განაცხადებს. ხომ ასეა? სადაა? ჯერჯერობით ჩვენთან სახლში. ეგ როგორ? და დიდემი სად არის? დიდემი სახლში არ არის, მაგრამ ფიქრეთს დიდხანს ვერ გავიჩერებთ. ამიტომ ფიქრეთი აქ უნდა გადმოვიყვანოთ. მეთაურო, აქ ხომ არაფერს მოაწყობენ. იდრისი თუ მოკვდება ერთი უბედურებაა და თუ არა მეორე. ისკანდერს დაველაპარაკებით და მცდარ კვალზე გავიყვანთ. და როდემდე? ვიდრე შევქეთს მივხედავთ. შევქეთს მივხედავთ ჰალილ იბრაჰიმ. ეგ შანსი უკვე ხელიდან გავუშვით, მარტო აღარ საწავა. ხაფანგშიც ვერ სადგავაბამთ. სუსტი წერტილი ყველას აქვს. და იმ შევქეთის სისუსტე რა არის? მეთაურო, როგორც აღმოჩნდი იმ საკითხის ეპიცენტრში, რომელთან შეხებაც საერთოდ არ მინდოდა, არ ვიცი. მიდი, შენ მომიყევი. მითხარი. ასე აგიხსნი მეთაურო. ეს შევქეთი ძმაო თურგუთ, რა განყოფილება, რა პოლიციელები. ეს ახლა მოიფიქრე, ისკანდერ ორგანიზებულად მოქმედებენ და ჩვენ რა ვშვებით? თურგუთი იმაზე ლაპარაკობს, რომ ფიქრეთი მარტოა. მის ზურგს უკან არავინ დგას და მაინც შეუძლია საჯაროდ ასეთი რამ გააკეთოს. ჩვენც უნდა გავაკეთოთ რამე. თუმცა გეთანხმები, ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოთ. თვითონ. მაუ შევქეთ.
შეიძლება უადგილოდ ვამბობ, მაგრამ ამა ჩემის ჩათვლით, ვინც რამის გაკეთებას სცადა, ყველა აქ მოხვდა. მერე კი აქედან ზოგი გავიდა და ზოგიც ვერა. არ ვიცი აქ კიდევ ვინ მოხვდება, მაგრამ ჩვენგან ნამდვილად არავინ, ფერჰად. მეტიც არ მინდა ოპერაცია ან უბრალოდ საავადმყოფო იყოს. მინდა ჰალილ იბრაჰიმი ან ფიქრეთი პირდაპირ მიწაში აღმოჩნდნენ. გონიათ ქემალს შეგვიძლია ვენდოთ თუ გაგვყიდის, რადგან ჰალილ იბრაჰიმმა სიკვდილს გადაარჩინა, ქემალს ვიცნობთ, ფიქრეთის მოკვლას მოინდომებს. არ მოუნდება ჰალილ იბრაჰიმს ვალში დარჩეს. ანუ, რამეს ისე თუ გავაკეთებთ, რომ მოწინააღმდეგის გეგმა არ გვეცოდინება, წავაგებთ. ფერჰად, შეგიძლია რამე გაიგო? მას ენდობიან, იმიტომ რომ ფიქრეთს ესმა წაუყვანა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მას ვენდოთ. ამ კითხვას ბიძამის მოუპასუხოს. თუ ფერჰათის სატყვარად გამოყენება გინდათ, უფლებას არ მოგცემთ. თუმცა თუ მას მოსალაპარაკებლად გამოიყენებთ, მაშინ შეიძლება. ჩემი შვილი სიკვდილს ებრძვის, ის კი მოლაპარაკებაზე ლაპარაკობს, შევქეთ. ჩემი შვილი კი მიწის ქვეშაა, საფლავშია, ძმა უთურგუთ. და მე მაინც მოლაპარაკებაზე ვლაპარაკობ. მოლაპარაკებაზე. ისკანდერ, სრულ შეთანხმებას ვერ დაგვირდები, მაგრამ ვფიქრობ, ზოგ საკითხზე მოლაპარაკება ნამდვილად შეიძლება. შევქეთ. ფიქრეთმა ჩემ შვილს ესროლა. რა მოლაპარაკება? თურგუთ, ხალხი ვინც მე აქ გამომგზავნა, შენ შვილს საერთოდ არ იცნობს. და არ ჩემი შურის ძიება ადარდებთ. ყველაფერს შენს თავზე ნუაიღებ. ჰალილ იბრაჰიმი მოკვდება, ფიქრეთზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენთან თუ არ იქნები, შენი ძმისშვილი ფერჰათი, რომელსაც ასე იცავ, პირველი მოკვდება. ამას მე გპირდები. და თან გაფრთხილებ. ჰალილ იბრაჰიმა ფიქრეთს ჩემთვის რატომ არ ასროლინა? ძმაო, სხვა რამეზე უნდა იფიქრო. ამ მადლიერებით როგორ ვიცხოვრო, ჯამალ? ბიძია, ისროლა, მაგრამ შენ გადარჩი. გაჩუნდი შვილო. ფიქრეთმა იდრის ესროლა, შენ კი უბრალოდ იქიდექი. რომ გადამხტარიყავი, ბიძია, დაგეცვა, ახლა ჰალილ იბრაჰიმის წინაშე ვალში არ ვიქნებოდით. გასაგებია? მართალი ხარ, მამა. იმ წამს უბრალოდ გავშეშდი. ვერ წარმოვიდგენდი ფიქრეთი თუ ჩვენკენ შემოტრიალდებოდა. როგორ ვიფიქრებდი? ნუ ბრაზობ. ის ფიქრეთი მაშინ უნდა მომეკლა, როცა ამის შესაძლებლობა იყო. კარგად ხართ? გონიერება საერთოდ შეგრჩათ? გაჩუმდი ესმა, ხმას ნუ იღებ. შენ საყვარელ ადამიანს მამა შენის მოკლა უნდოდა. და მამა ჩემს კი მისი და ბიძაშვილი დაიხოცნენ. ესმა მორჩი ლაპარაკს. ადამიანები უმიზეზოდ არ კვდებიან. ყველა სიკვდილს თავის მიზეზი აქვს. მართლა ავად ხართ, ბიძია. და ფიქრეთს რა მოუვიდა? დაიჭირეს? ციხეშია? წაიყვანა. ჰალილ იბრაჰიმა წაიყვანა. ახლა რა ვქნა? როგორ ვკითხო ადამიანს, ვინც გადამარჩინა, ფიქრეთი სად არის? იარაღი როგორ მიუშვირო? როგორ? ახლა ჰალილ იბრაჰიმს ვეღარ ვესვრით, ბიძია. თუ ვინმე ესვრის, უნდა გადავეფაროთ. არა, მართლა ავად ხართ? ეს არ იკურნება. გამზე არ დაელაპარაკები? საყვარელმა ადამიანმა გამოაგდო. შეშლილებს კი ჩვენ გვეძახის. ღმერთო ჩემო. ქემალ ბეი, ფიქრეთმა ესმა არ გაითვალისწინა. და იარაღი ისე მოგიშვირეთ. ანუ ხიდები დაწვა. ესმა აქ დარჩა. მგონი ზეწოლა საჭირო არ არის. უკეთ უნდა მოექცეთ. კარგად ვექცევით, რძალო, ძალიან კარგად. საერთოდ მომხდარის მერე სახლშიც არ უნდა შემოგვეშვა, მაგრამ შემოუშვით და მისგან ყველაფერს ვიტანთ. სისულელეებს ნულაპარაკობ, ჯამალ. არ მიცნობ? ჩემს კართან მოსული არავინ გამიგდია, თუნდაც ეს მოღალატე შვილი იყოს. ესმასთან წავალ. ესმა არ მესმის ფიქრეთმა ეს როგორ გააკეთა.
ახლა რა მოხდება? იდრისის დაჭრის გამო არ დააპატიმრებენ? არ ვიცი, მაგრამ ფიქრეთ სასწრაფოდ უნდა დავუკავშირდეთ. რატომ ვერ გავიგე? მამა შენმა ამ წამს თქვა, რომ მის კართან მისული უკან არავინ გაუბრუნებია. ვიზი ამბობდა? გულისხმობდა, რომ მტერსაც არ გააგდებს. ფიქრეთი გამახსენდა. ხომიცი მამა შენმა მეც მახედ ამიგო. ფიქრეთი თავშესაფარს აქ თუ ითხოვს და ამას ხალილ იბრაჰიმის დახმარებით გააკეთებს, იქნებ ყველაფერი დამთავრდეს. ძმაო, ამბობ რომ შენს კართან მოსულს არ გააგდებ. ეს მეტი გულმოწყალებაა. ახლა გამზემ რომ ეს მას უთხრას ფიქრეთი, მამა შენთან მოვიდესო? მაშინ რა ვქნათ? ზუსტად ამიტომ თქვი. ჯამალ, ქალები ძალიან გრძნობიარენი არიან. გამზეს ვიცნობ. უნდა ყველაფერი დაალაგდეს. ახლა მას ფიქრეთს გადასცემს და ისიც ჩვენთან მოირბენს. იქამდე მოკალით ვიდრე სახლის კარზე მოგვიკაკუნებს. მერე აღარ შეიძლება. თორემ მათყუ არა გამოვალ. ეს კი არ მინდა. მოვედით ბიძია. ხედავ რომ აქ ხართ. ისინიც მოვიდნენ, მაგრამ ეს ამბავი სწორი არ მგონია. რა მოხდა? ზეინებმა თავისი ძმა თქვენს ოთახში ჩაიყვანა. ყველაფერი უნდა აუხსნა. კარგი, ისინი ზამთრის ბაღში მოიყვანე. ოსმანს კი უთხარი შესასვლელთან დადგეს და შეგვატყობინოს თუ ვინმე მოვა. და გოგოები? გოგოებმა იციან. ედანურმა ციცის? ახლა დაგკითხავენ და გაიგებ, მართლა უყვარხარ თუ არა. ისეთი არაფერია. ძმაო, აუცილებელია ყველაფერი გავიარო, რაც შენ გაიარე. თუ თვლი რომ ეს სიცოცხლეა, მეწოდებით. ღმერთო ჩემო. გამარჯობა ოღუს. გამარჯობა ოსმან. ნიშნულოვანი რაღაც უნდა გითხრა. გისმენ. კარიბჭესთან წადი და არავინ შემოუშვა. რა უთხრა? თქვი რომ ჭიშკარი გაფუჭდა ოსმან, რომ ოსტატი მოვა და გააკეთებს. კარგი, გასაგებია. მიდი. აქ ხართ? არა, აშკარაა რომ აქ არ ვართ. ამიტომ ძველებურად მოიქეცით. კარგი, საყვარელო, მერე ვილაპარაკოთ, კარგი? ისევ მერეო. ეს რამეს მაინც ამბობს. აქ ვინ არის? შენ ხარ? რა ამბავი ატეხე, მთელმა სოფელმა გაიგო. საათ ხარ, რატომ არ აღებ? ამდენი ვრეკე. ჭიშკარი გაფუჭდა. ჭიშკარი გაფუჭდა? მერე ხელით გაგიღო. ვერ გავაღებდი, სულ მოიშალა. ოსმან, რას ბოდიალობ? თურან, ნუ რაფერს მეკითხები. აქ მოიცადე. ზეინებ, ღვთის გულისთვის რა ხდება? ჩემი ძმა გაგიჟდა. ყველას თანდასრებით რაღაც გააკეთა. ხალილ იბრაჰიმი რომ არა, ჩემი ძმაც და ქემალიც ახლა მკვდრები იქნებოდნენ. ზეინებ იქნებ ასე ჯობდეს. ხანდახან ვფიქრობ ჯობს ხალილ იბრაჰიმი არ იყოს და ამათ ყველამ ერთმანეთი ამოხუცონ. ხო, მათ ერთმანეთი ამოხუცონ, ჩვენ კი აქ მარტო დავრჩეთ. შენი ძმა ალბათ დარჩება. და შენ? მერე დიდემი? არ ვიცი გოგოებო, არ ვიცი. ილაპარაკონ. მეც არ ვიცი რას ვიზამთ. შვიდად ილაპარაკეთ. მე თურანს და ოსმანს დავხედავ. ძმაო, არ ამგონი ამაზე უარეს სიტუაციაში აღმოჩნდე. ვიმალები, თუ დამიჭირეს მინიმუმ 20 წლით ჩამსვამენ. და თუ ვერ დამიჭერენ, მინდა ვიცოდე, ვისთან ერთად ვარ ამ ერთ გზაზე. ახლა უკვე სიკვდილამდე ფიქრეთ. როგორც გითხარი, სწორ გზაზე ვდგავართ.
აშკარაა, რომ მეჯნუნიც თქვენთან ერთადაა. ასეა. მეჯნუნმა გაგზარდა. რისთვის გაგზარდათ? აქ რატომ ხართ? უსამართლობასთან საბრძოლველად. არსებობს პოლიცია, ჟანდარმერია, გამომძიებლები, პროკურორები და ჩვენ ფიქრეთ, ნუ მაგიჟებთ, ვინ ხართ? ჩვენ არავინ ვართ. ჩვენ თანამდებობა არ გვაქვს. თუ დაგვიჭერენ, ხელისუფლებასთან ვერანაირ კავშირს იპოვიან. ვერანაირს. ერთადერთი რამ გვაქვს, ჩვენი საქმე. ისე არავინ ვართ. Ne diyorsun sen Esma? რას ამბობ ესმა? Ölmüş mü İdris? იდრისი მოკვდა? Tamam canım. კარგი ძვირფასო. Yani Fikret'in არ მგონია geleceğini ფიქრეთი აქ öğrendim. მოვიდეს, მაგრამ Bir haber თუ alırsan რამეს sana გავიგებ, haber veririm. მაშინ მეგეტყვი. Tamam. კარგი, Ne olmuş kızım? რა ხდება შვილო? Niye seni arıyor? შენ რატომ გირეკავს? Utanmıyor არ ცხენია ფიქრეთზე შენ რომ გეკითხება. მეკითხება, იმიტომ რომ ფიქრეთმა იდრისს ესროლა. რა? რა? რას ნიშნავს ესროლა შვილო? Buradan çıkınca ფიქრეთი აქედან ჯენგიზის დასაფლავებაზე წავიდა და იდრისს ესროლა. tam Kemal'e de ქემალისთვისაც უნდა ესროლა, მაგრამ ხელი ხალილ იბრაჰიმა შეუშალა. diyorsun kızım sen? რას ამბობ შვილო? Vallahi bilmiyorum. ესმა ama მასე Esma თქვა. söyledi, არ ვიცი. var. Elif, ელიფ, kocanı ქმარს arıyor. დაურეკე საყვარელო. Anlatsın bir. იქნებ მოგვიყვეს რა მოხდა. Şu an telefonuna დედა bakar გონია mısın? ახლა მიპასუხებს? Konuları konuşur mu? ტელეფონში მომიყვება? E, Zeynep'le gitti. ზეინებიც ხომ თან გაყვა? Benim telefonum. მიდი ტელეფონი მომიდანე ზეინებს დავურეკავ. Kız doğru söylüyor. ტელეფონით ასეთ რაღაცებს მართლა არ კითხულობენ ნედიმე. Meraktan ölelim და mi რა yani? ვქნათ? ცნობის მოყარეობა მოკლას, ღმერთო. Benim oğlumun başına მაინტერესებ ჩემ შულს რა მოუვიდა. ხომ არ ვიცი დაჭრეს თუ გაიქცა. Kim ne derse desin. რაც უნდათ ის თქვან. Benim kocam ჩემმა ქმარმა ჩემი ძმის მკვლელს ესროლა. თან ყოველს თვალწინ. içinde. Bu adamı sonsuza ხომ გაინტერესებდათ ცხოვრების ბოლომდე თუ მეყვარება? Evet sonsuza. დიახ, მეყვარება. ღმერთო. Canım şu an senin ძვირფასო შენს პლატონურ სიყვარულზე ბოდვას ახლა ვერ მოვუსმენთ. daha göremeyebiliriz. შეიძლება ფიქრეთი საერთოდ ვეღარ ვნახოთ. Ama sen şu შენს მეგობარ და ქირავებულ მკვლელებს ხომ არ დაურეკავ? აუცილებლად ეცოდინებათ. ყველა გაგიჟდით. Hepimizin bildiği bir şey. ხომ ვიცით რომ ფიქრეთი გაიქცა. ახალ ამბავსაც შეგვატყობინებს. şota geldi şimdi. შოთა მოდის. Sen hangi yüzle geliyorsun bu? აქ მოსვლა როგორ გაბედე? არ გრცხვენია? სამარცხვინო. ფიქრეთი რატომ ისვრის, როცა შენ არსებობ? მედი მეჰანი, თქვენი შვილი ანგარის მაბარებს, რის გაკეთებას აპირებს. ზეინები რომ არა თან არც წამიყვანდა. კარგი, კარგი საკმარისია. ჩემი შვილი სად არის? როგორ არის? ზეინეფი საწავიდა. ფიქრეთი კარგადაა, მაგრამ ვერ გეტყვით სად არის. ზეინებ ჰანიმი მალე მოვა და ყველაფერს თვითონ მოგიყვებათ. Tamam hadi geç. კარგი, კარგი. Halil İbrahim Kemal'i kurtardı. ხალილ იბრაჰიმა ქემალი თუ გადაარჩინა, ყველაფერი ეცოდინება. ახლა დავურეკავ. Ben bir arayayım. ახლავე. Damla. დამლა. დედა, Söyle ნარგიზ, უთხარი შენ შვილს არსად დარეგოს. ზუხალ გონია რაღაც, ჩვენ არ ვიცი და მან იცის. აცადე დაელაპარაკოს. Alo. ალო? ალო? Ne haber? სად ხარ, რა საკეთებ? Ben restoran. რესტორანში ვარ დამლა. Halil İbrahim ხალილ იბრაჰიმი დილიდან არ ჟანს. en son Fikret'i თქვა რომ ფიქრეთთან იქნებოდა. რატომ ეკითხები? Sen neden sordun? რა ხდება? İşte Fikret bir şeyler. ფიქრეთი რაღაცაში გაეხვა. Yanındaymış. ხალილ იბრაჰიმი კი მასთან ერთად უნდა იყოს, მაგრამ შენ არაფერი გწოდნია. Yok. არა, მე არავისთვის მიკითხავს. არც არავინაა, ვისაც შეიძლება ვკითხო. შენ სად ხარ? Evimdeyim. სახლში. Evimde derken? სახლში, ანუ ფიქრეთთან სახლში? Evimdeyim işte Didem. სახლში დიდემ, ჩემი ქმრის სახლში. Gelebilir miyim anlamında იმიტომ soruyorum მკითხე, ablacığım. მოსვლა თუ შეიძლება. Gel gel. მოდი, Zeynep de yok. ზეინეფი არ არის. შვიდა დავილაპარაკებთ. Telefonda olmayacak. კარგი, Tamam tamam. მოვდივარ. Geliyorum. Yusuf. იუსუფ, Yusuf. იუსუფ. დიახ, ხალბატონო. Çocuklardan ვინმე სთხოვე ლეთოებთან წამიყვანოს. დიახ, ხალბატონო. აბა, ჩემმა ძმამ რა თქვა? რაზე? იმაზე რაც დაბლა ნახა. ან შენ რა უთხარი? იგივე რაც შენ. Sonuç? და შედეგი? შენმა ძმამ არ მიმატოვა. თქვა რომ ჩემთან ერთად ერთ გზაზე ივლის.
ანუ შენს გზაზე მარტო მე არ დავდივარ, არა? ზეინებ, ჩვენი გზები არასოდეს გაყოფილა, არც გაიყოფა. მაგრამ ამდენ კითხვას მხოლოდ შენს ვამ. სხვა არავინ. მე ის ადამიანი ვარ, ვისაც უყვარხარ. სხვებისგან არ უნდა გამოვირჩეოდე? არ შეიძლება კითხვები მქონდეს. უნდა გამოირჩეოდე საყვარელო. რაც გინდა ის მკითხე. არაფერს ვიკითხავ, რაც გინდათ ის გააკეთეთ. ჩემს მას ელაპარაკე? რა უნდა გავაკეთოთ? შენი ძმა ცოტა ხნით არ გამოჩნდება. არავის ეცოდინება სად არის. დიდემის სახლში რომ მოვა რაღაცას იეჭვებს და პრობლემებს შეგვიქმნის. პრობლემებს ისედაც ქმნის, მაგრამ შენი ძმა აქ დიდხანს არ დარჩება. უსაფრთხო ადგილას წავიყვან. შენ სახლში დაბრუნდი, თუ რამე მოხდა, აუცილებლად შეგატყობინებ. ხამით მოსვლას ვერ შეძლებ? თუ მოვახერხე, მოვალ. ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ამ სახლში ისევ ვიქნებოდით ერთად. არც კი მინდა წარმოვიდგინო ადგილი, სადაც ერთად ვერ ვიქნებით. ამ ურთიერთობებში მე ნეგატივი ვარ და შენ პოზიტივი, არა? ამ ურთიერთობებში შენ ხარ ყველაფერი. ფრთხილად იყავი. არი ნერვიულო. ოსმან, შენ რა გაგიჟდი? გეუბნები აქ დაიცადე მეთქი. შენ კი არ მისმენ. ნამდვილი დათვი ხარ, დათვი. არ ამბობ რომ შიგნით ზეინებია და რაღაც სისულელეს მებოდიალები. ნახე როგორ მაცვია. ნუ ყვბედობ თუ რან. რაც მითხრეს იმას ვაკეთებ. ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო. და იმ შვიდობა იყოს, რა გჭირთ? და იმ შვიდობა იყოს ზეინებ, ოღონდ მეც რომ ვიცოდე და პირუტყვივით ჭიშკართან არ ვიცდიდე. კიდევ ამას ამბობს. ახლა მას ვცემ. კარის გაგებასაც გაჩვენებ როგორ უნდა და გცემ კიდეც. მიდი, საკმარისია მორჩით. კარგით. თუ რან ზეინებს ვერ წავიყვან? აბა რა ზეინებ გთხოვ? თუმცა რომ დავბრუნდები ეს თალგამი ისევ აქ თუ იქნება გადავული. ცოტა ფრთხილად შენი მანქანა არც ისე ძლიერია. მაქსიმუმ ზურგი გამიკაწროს. არ გინდა, ჩემი ხათრით. კარგი ზეინებ, შენი ხათრით. თურანს შიგნით შეუშვებ. გაგიმართლა თურან. ახლა მადლობა უნდა ვუთხრა? შენ საქმეს მიხედე, წადი. თავგასიებულო. ნუ აგრძელებ. ჰალელ იბრაჰიმ. ღილი ჩამომწყვიტა. რომელი ღილი? ნახე მაისური რაც გავს. მაინც აგრძელებენ. მერთო. კარგი გეყოფათ. ახალს მიყიდის. შეხედე. კარგი გეყოფა. კარგი დამშვიდდი. მერთო ჩემო. ახალს მიყიდი. შენი ნაყიდი იყო ჰალელ იბრაჰიმ. დამლა, ეს უნდა გიხაროდეს. ფიქრეთმა ქემალისთვის როლა მოინდომა. გაარტყა თუ ვერა, ეს სხვა საქმეა. ახლა უკვე მომავალი აღარ აქვთ და შეიძლება შენი და ფიქრეთის მომავალზე ვილაპარაკოთ. სალაპარაკო აქ არაფერია დიდემ. რამე თუ მოხდა, პირველი შენ გაიგებ. იქიდან ფიქრეთი ჰალილ იბრაჰიმმა წამოიყვანა. ალბათ ისეთ ადგილას წაიყვანა, რომელსაც კარგად აკონტროლებს. ჰალილ იბრაჰიმი არაფერს მომიყვება. ხო, მაგრამ ოჯახის წევრებს ალბათ მოუყვება. მათ კითხე. შენ რა გიგმა გაქვს დამლა? ფიქრეთს თუ გადავარჩენ? თუ დავმალავ? მაშინ ჩვენი სიტუაცია შეიცვლება. ისეთ ფიქრეთს ვლაპარაკობ, რომელსაც ხალილ იბრაჰიმი ვერ გააკონტროლებს. შენც ჩემსავით ოჩახი ხარ. ნახოთ. დიდემ. შვილო, სანამარტოები ვართ, მომიყევი რა მოხდა. ჩემი შვილი სადაა? თუ ვინმე იკითხავს საქართველოშია. ისე კი კარგ ხელშია და ეს საკმარისია. კარგი გასაგებია. ანუ ხალილ იბრაჰიმთან ერთადაა. მაგრამ ფიქრეცა ყველა იცნობს. სად შეიძლება დაიკარგოს? ეს ხომ ჰალილ იბრაჰიმია. თუ საჭირო იქნება, ფიქრეთს განყოფილებაშიც დამალავს. მე რა ვიცი დედა. კარგი, დავმშვიდდი. ჩემთვის ესეც საკმარისია. ხალილ იბრაჰიმა ჩემ შვილს ქემალის მოკლაში ხელი თუ შეუშალა, ყველაფერი დაალაგდება. ეს მას გულისხმობთ? ყველაფერს გულისხმობ, შვილო. იდრის რა სჯერს მოკვდა? გამირგვიე. კარგი. იდრისი ჩემი შვილის მკვლელია. არ ვიცი მოკვდება თუ ცოცხალი გადარჩება. ისე მოეცნენ, როგორც დაიმსახურა.
ახლა კარგად ვიცი მამამის რა ვუყო. Kendi başına bir şey yapayım. დამოუკიდებლად არაფერი გააკეთო. ნახე ფიქრეთს რა მოუვიდა. Tam da dediğim ზუხალ სულ მარტო დავრჩი. bir başıma kalmış. დასაკარგი რაღა მაქვს. Benim bundan sonra kaybedecek neyim var? გითხარი, Kızın var. ქალიშვილი ხომ მყავს? მართალია. Görmüyor musun halini? ვერ ხედავ რა დღეშია. Yani Nergiz ya. 1000 სისულელეს აკეთებს. Konuşuyor. შენ რომ არა ვინ გააჩერებს? Damla'yı kim zapt edecek? Onun მხოლოდ ფიქრეთზე ფიქრობს აიშე. derdinin de ეს გადაუჭრელი პრობლემაა. o yüzden რაღაც მომენტში illaki gör. ამ გოშმარიდან უნდა გამოფხიზლდეს. Leyla'yı daha yeni ლეილა ახლა დავასაფლავეთ. Anlıyorum. Acını ვიცი ეს რამხელად კივილია, Ama bunlar მაგრამ ეს ჩვენი საქმე არ არის. ხალილ იბრაჰიმი ყველაფერს აკეთებს. En azından kafamda ჯერ მას მაინც დაელაპარაკე. Hoş geldiniz. მოგბრძანდი ზეინებ. გმადლობ შოთა. Başıma gelmeyen kalmadı. Ne işin ეს აქ რას აკეთებს? Ya arkadaş. დიდემი შენი ძმის კანონიერი ცოლის მეგობარია. ალბათ მან მოიპატიჟა. Zeynep ზეინები მოდის. Hadi bakalım şöyle. მე მივხედავ. აქ რას აკეთებ? მე დაპატიჟე ზეინებ. ეს ჩემი სახლია დამლა. აქ ვერ დაპატიჟებ ხალხს, ვისი ნახვაც არ მინდა. ben de seni არც მე მინდა შენი ნახვა, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი ქმარი არ მისმენს. შენს პირობაზე რა სიტყვი? ბეჭედი ჯერ კიდევ შენს თითზეა. აქედან წადიდიდემ. ისედაც გაღიზიანებული ვარ და არ მინდა ჯავრი შენზე ვიყარო. წადი და აქ აღარ მოხვიდე. görüyorsun değil mi Damla? დაინახე დამლა? ხო, კარგი. რამე თუ მოხდება მითხარი. Ben de sana veririm. მეც გეტყვი. რა თქმა უნდა ძვირფასო. თავს გაუფრთხილდი. შენც. Zeynep, ზეინებ, sana söylemek Rahat istediğim minda bazı gitxra. şeyler var. Ne gibi Ayşe? რა მოხდა აიშე? Zeynep, ზეინებ, burası benim de evim. ეს ჩემი სახლიცაა. რა უფლებით აგდებ ჩემს მეგობარს? Damla sen iyi misin? დამლა გაგიჟდი? Senin arkadaşım dediğin იცი შენმა მეგობარმა ცხოვრება რომ დამინგრია. Zeynep sen iyi misin? ზეინებ, რა გჭირს? შენმა მეგობარმაც დამინგრია ცხოვრება. Aynı durumda mısın? ეს ერთი და იგივეა. Çok farklı durumda değiliz. არ მგონია დიდად განსხვავდებოდეს. ფიქრეთისთვის ეს მათავს რომ არ მოგეხვია, უკვე შევრიგდებოდით. დამლა, Abim normal ჩვეულებრივ şartlarda პირობებში seni bu eve kabul ჩემი etmez. ძმა ამ სახლში არ მიგიღებდა. Uzun sürede burada olmuş. ახლა დიდხანს არ იქნება აქ. O yüzden ასე რომ დაუფიქრდი რას აკეთებ. Kızım. შვილო, Didem'le görüşürüz. აუცილებელია დიდემ სახლში შეხვდე. მაინც და მაინც ზეინებთან რატომ მოყავს? Sen neyin peşinde? შვილო, მითხარი რა ჩაიფიქრე. Söylesene bana. დიდემისგან რა ზელი? Biliyorsun Didem'den. არაფერს ველი დედა არა. Benden bir şey umduğum falan yok. უბრალოდ ვიყენებ. Ben Didem'i kullanıyorum. სულ ეს არის. O zaman Zuhal'in dediği მაშინ როგორ ზუხალი ამბობს, სადმე სხვაგან შეხვდი. ამ სახლში თუ გინდა ცხოვრება, ზეინებთან არ უნდა იჩხუბო. Sen ciddiye almadan mı? დამლაზე ნუ გაბრაზდები ზეინებ. Yani okey. ფიქრეთან დაკავშირებით გეგმებს თავისებურად აწყობს. Benim evimde plan ჩემ falan სახლში ნუ აწყობს. Hele de onu მით sevmeyen უმეტეს რომ biri. ფიქრეთს ის არ უყვარს. Bak ne diyeceğim. მისმინე, ესმამ დარეკა. Gamze ile konuş. გამზეს ელაპარაკა. Yani Fikret. თქვა რომ ფიქრეთ შეუძლია მათ სახლში დაიმალოს. Ne saçma რას şey bu ბოდავს? ya. Birbirlerini იქ რომ ერთმანეთი დაახოცონ მან და ქემალმა, Aksine Kemal'in მგონი იქ dediği უსაფრთხოდ bir şey იქნება. olmuyormuş ya. Yani tabii ben მაგრამ telefonda ტელეფონით çok ამაზე konuşamadım. ვერ ვისაუბრებთ. Konuşalım. თუ გინდა თვითონ დაელაპარაკე. Tamam ben ararım. კარგი დავურეკავ. Sağ ol. გმადლობ. Fikret nasıl? ფიქრეთი როგორ არის, კარგად? İyi mi? კარგადაა? Şimdilik iyi. ჯერჯერობით კარგად. Ama sonra მაგრამ რა იქნება წარმოდგენა არ მაქვს.
ზეინებ? ზეინებ, ესმაჯი მე გამარჯობა ესმა. ზეინებ, ზეინებ, რა მოხდა? ყველაფერი კარგადაა? ხო, არა ნერვიულა. აიშე რაღაცას მეუბნებოდა, ამიხსნი? თუ სიტუაცია გამომვალი იქნება, ასეთი ვარიანტიც არსებობს. სიმართლე გითხრა, არა ლოგიკურად მეჩვენება, თუმცა ლოგიკური ჩვენ ცხოვრებაში საერთოდ რა არის? ხალილ იბრაჰიმს მაინც ვეტყვი. ზეინებ, ზეინებ, არ ვიცი შენი ძმა რას ფიქრობს, მაგრამ არ მესმის ასე მარტივად ჩემზე უარი როგორ თქვა. როცა ადამიანი გამოუვალ სიტუაციაში 1000 სისულელეს აკეთებს ესმა. ამაზე არ იფიქრო, კარგი? კარგი საყვარელო. რამე თუ მოხდება, შეგატყობინებ. კარგი დროებით. ფიქრეთმა ყველაფერი გააფუჭა. რაც მოხდა ისკანდერ. თავიდანვე ნათელი იყო, რომ რამეს იზამდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი თუ სროლას იქვიატეხდა. იდრისი როგორ არის? ჯერ გონს არ მოსულა, მაგრამ რომ მომკვდარიყო, გავიგებდით. შევქეთმა რამე იეჭვა? ძმებ კიკებზე თუ კითხულობ არა, მაგრამ შევქეთს პარანოია აქვს. ამ ამბავს გაქეკავს. და მისი შვილი გონს რომ მოვა თურგუთი რას გააკეთებს. მათი დამშვიდება ვცადეთ, მაგრამ ხელცარიელი არის ხდებიან. მოუნდებათ ფიქრეთი ქემალთან დააპირისპირონ. იკითხეს კიდეც იქნებ ფერჰათიც გამოვიყენოთო, თუმცა გავაჩერე. კიკებს შევქეთთან დაკავშირებით რა გეგმები აქვთ? სასაფლაოდან გამოსვლისას უნდოდა თაყვანა, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო გეგმა გადაიდო. ახლა ფიქრობენ სად და როდის აიყვანონ.